ნიკა მელია ახლა ხაზზე ახალის თანათავმჯდომარე ნიკა მოგესალმები საღამო მშვიდობისა თუ გსმენიათ რამე სალომე ზურაბიშვილის პოზიციის შესახებ მე წავიკითხე გადაცემის შესავალში რომ ინფორმაციით რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩვენმა საინფორმაციო წყარომ მოგვაწოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაავრცელებს განცხადებას სადაც იგი დააფიქსირებს რომ კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტს ეძახდე არალეგიტიმურს და შემდეგ ლეგიტიმაციის ელემენტების შესაძლებლად ნებისმიერი ფორმით მიიღო მის მუშაობაში მონაწილეობა. ცხადია ეს ეხება გუშინდელ სხდომას. იცით რამე სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადების შესახებ, რომელიც უნდა გავრცელდეს? მოგესალმებით მაყურებლებს, არაფერი არ ვიცი, არაფერი არ მსმენია მასთან დაკავშირებით, ანუ ხალბატონ ზურაბიშვილთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, ეს განცხადება კი ბატონო აუცილებელია, მაგრამ დაგვიანებულიც არის. პრევენციული ზომებიც უნდა მიიღო, ვინაიდან მის ოფისში, მის პლატფორმაზე, როდესაც იგი აცხადებდა მოკლედ პრეტენზიას და ავლენდა ამბიციას, რომ ქონოდა კოორდინაცია სუბიექტებს შორის ამ საკითხებთან დაკავშირებით, მასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ბევრ ადამიანს ჰქონდა კონკრეტული საუბრები, მათ შორის მეც, მაგრამ დადგა შედეგი ადვილად პროგნოზირებადი, ახლა როდესაც ურემი გადაბრუნდება, ბუნებრივია, ეხლა განცხადება ადეკვატურია, მაგრამ კიდევ ერთხელ შეფასება იქნება ჩემი აზრით, ჩემი ინფორმაციით, უფრო სწორედ ამ განცხადებაში, რომ პლატფორმისთვის, რომელიც არის გაერთიანებული სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არის კატეგორიულად მიუღებელი პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება. კარგი, დაველოდოთ, რამდენად გამართლდება ჩემი ინფორმაცია, გუშინდელი დღის შემდეგ მეტად აქტუალური გახდით, ალბათ უყურებდით, რა ემოციით უყურეთ წულუკიანის შოუს. ნიკა ხო, დიახ, ემოციები ერთმანეთში ირეოდა, სხვადასხვა ემოცია დაეუფლებოდა ადამიანს, განსაკუთრებით მას, ვიზეც ძალიან დიდი ხანი საუბრობდა ორივე მხარე. ხა რა შეფასება შეიძლება გავაკეთო მე იმ ადამიანებზე, რომლებიც თითქმის 2 საათის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, როგორ შეიძლებოდა უკეთ დაგვეჭირა კონკრეტული ადამიანი ამ შემთხვევაში ჩემზე იყო საუბარი, ერთი მხარე არწმუნებდა მეორეს, რომ მას რო დაცლოდა, მელია დღემდე იქნებოდა და იჯდებოდა ციხეში და მეორე მხარე კიდევ საპირისპიროს უმტკიცებდა მას. ყველაზე საგანგაშო ჩემთვის თუ კი რამე შეიძლება ყოფილიყო, იყო რა ის რომ პროცესი იყო თავი და ბოლომდე უკანონო. ეხლა ბატონი გახარია იმაზე კი არ განაწყენდა ივანიშვილზე გუშინდელი დღის ასე თქვა დაიჯესტი თუ შეიძლება გაკეთეს რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. არა, გახარია განაწყენდა ივანიშვილზე რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ივანიშვილმა აიღო სადავეები. თორე თავისთავად გახარია უკანონო გადაწყვეტილების მიღების და განხორციელების და აღსრულების პროცესში იყო და ვერასოდეს ვერ გავიგებ, რატომ უნდა დავეჭირე და დავეკავებიე ვასილ მაღალფერიძეს და რატომ უნდა შეეთანხმებია პრემიერ-მინისტრს ჩემი დაკავება ვასილ მაღალფერიძესთან, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, არ ვიცი, მაკა ბოჭორიშვილთან და სოზა სუბართან და არ ვიცი, ბევრ სხვა ადამიანთან, რა შუაში იყო. გავრცელებული სკრინები გაქვთ ალბათ მხედველობაში, ხო? რაც ჩატში ხდებოდა თქვენს დაკავებასთან დაკავშირებით ოცნების პოლის ჩატში. დიახ, რაც გუშინ ვიხილეთ, ჩვენ ის რომ ეს გუნდი ასე იღებდა გადაწყვეტილებებს და პოლიტიკური პატიმრები 2019-2020 წლებში არსებობდა და დღესაც ხო არსებობს და არსებობს. ბევრმა ვიცოდით, მაგრამ ძალიან ბევრმა არ ვიცოდით, ხო? მაგრამ ეხლა სიმართლე ჩემი ამოცანა არ არის, რომ თავს დავესხა ეხლა გახარიას, იმიტომ რომ მიზანი გაცილებით დიდია და არც ჩემი ამოცანა იყო და იქნება მომავალში რომ თავს დავესხა ქალბატონ ეხლა ზურაბიშვილს ან ნებისმიერ წინა ხელისუფლების მეხოთმე და თავარ დასახდენ ბურჯებს, ხო? ეხლა მან თქვა გახარიამ, რომ მე სახელმწიფოს ვესროლე სამაჯური და სახელმწიფო გამოვიწვევდა. ამაში თან ხდებოდნენ
გუშინდელი ესროლეთ, არ ესროლეთ, ის სამაჯურის მოხსნა და გადაგდება ეგ იყო, ხო, არა? ანუ კანონს ესროლეთ, მოდი უფრო თუ კი დავკონკრეტდებით, ხო? თქვენი მხრიდან მოხსნილი სამაჯურის გადაგდება აქციაზე უკვე იყო კანონთან წინააღმდეგობა. არ დამეთანხმებით, ნიკა? რა თქმა უნდა, არ დაგეთანხმებით, ინგა, თქვენც არ დაეთანხმებით, ეხლა თქვენ წვიერ ნათქვამს თუ მაცლით და ჩამოვაყალიბებინებთ ახლა პოზიციას. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ის რომ მე სამაჯური სახელმწიფოს ვესწავლე, ეს არის სიყალბე და ეს არის ტყვილი. რაშიც თანხმდებოდა გუშინდელი ეს ქართული ოცნების ორივე მხარე და ხელებს წევდნენ და ეუბნებოდნენ აქ ჩვენ მოკავშირეები ვართ. მე ის სამაჯური ჯერეთის რატომ მედო ხელზე, ხო? რუსული დუმა რო ჩასვეს ქართულ პარლამენტში განვითარებული მოვლენების შედეგად პატევი ხვდა წილად და მქონოდა სამაჯური მაჯაზე, ხო? და ეს სამაჯური არჩევნების საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე, როდესაც გლდანში დაავანოსეთ, მაშინ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა აქცია გაყალბებული არჩევნების თაობაზე, ვესროლე არა სახელმწიფოს, არამედ ვესროლე ბიძინა ივანიშვილს და ვესროლე ოლიგარქიას. და გაყალბებული იყო არჩევნები 2020 წელს. და ვინ თუ არა პირადად ნახე და უმრავლესობა გდანელი ეხა ვინც მისმეს ის არ მომწევს ტყუილის თვის შესაძლებლობას. პირველ ტურში მოგებული არჩევნები წაიღეს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შედეგობრივად წააგეს, მაგრამ პირველ ტურში გამარჯვებისთვის არ გიყო. უბნები დაგვირბიეს შეიარაღებულმა ჯგუფებმა. როდესაც აღარ ყოფნიდათ გაყალბებული ბიულეტენები, შეიარაღებულმა ჯგუფებმა კანონიერი ქურდები ჩართულობით და არ ვიცი, ბანდიტებით და კრიმინალებით უბნები დაგვირბიეს და კომისიის წევრები და დამკვირვებლები პირდაპირ ეთერში გაიტაცეს. და მაშინ იყო დიახაც ბატონი გახარია ის ვინც იყო და ქალბატონი რა ვიცი ზურაბიშვილიც იყო ივანიშვილის პრეზიდენტი, მაგრამ ამაზე ხო არ ვსაუბრობ, ეხა ინგა და არ ვსაუბრობდი. უბრალოდ ეხა 6 საათის განმავლობაში, როდესაც პირდაპირ ეთერში ისაუბრობენ, რომ მელიამ გამოწვევა სახელმწიფოს გაუკეთე, გამოწვევა სახელმწიფოს კი არ გაუკეთე, ოლიგარქიას გაუკეთე, იმ ოლიგარქიას ვესროლე, რომელსაც ახლა სამართლიანად აკრიტიკებს თავად გახარია, ხო? და რო არა სიმართლეს გაუმარჯოს, ვინც არ უნდა თქვა თქვენი გადაცემის შემდეგ, რომ რას ერჩის, ან ერთს არაფერს არ ვერჩი. პირიქით გონია, რომ ერთობაზე, როდესაც საუბარია, დიახაც სიმყარის გარეშე ეს ერთობა ვერ შედგება და სიმყარე ვერ იქნება თუ სიცხადე და მკაფიობა არ შევა, ხო? და კითხავდი მაგალითად შესაძლებლობა რომ მქონდეს 2018 წლის არჩევნები გაყავდა საპრეზიდენტო? თუ არ გაყავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ნიკა იქ დადიხარ სალომე ზურაბიშვილთან და კითხეთ. არა, გახარიას ჩემ ინგა დამასულებიეთ. ვარა ნაკითხი მაქვს ჩემო მოგეშინიათ, მე ვფიქრობ ქალბატონი ზურაბიშვილი ახლა თუ გვისმენს, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იტყვის 2018 წლის არჩევნები არ გაყალბებულა, ახლა კარგით რა. და ამ ყველაფრის შემოქმედი იყო ბატონი და ბატონები და ქალბატონები, ვინც გუშინ იმ არალეგიტიმური კომისიის ფარგლებში 6 საათის განმავლობაში საუბრობდნენ. აქედან გამომდინარე, მინდა წერტილი დაუსვა ამ აზრს. სახელმწიფოს კი არ ვესროლე, გაყალბებულ არჩევნებს ვესროლე, აღვირახსნობას ვესროლე, ოლიგარქატს ვესროლე და კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათხოვას ვესროლე. ის სამაჯური. დიახაც და თუ კი დღესაც ჯერა ადამიანებს, რომელთანაც შესაძლებელია სიტუაციურად მაინც რაიმე ტიპის ერთობა შედგეს ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორც მინიმუმ არ უნდა საუბრობდეს, რომ ეს ადამიანი მე რო დამცოდა დღემდე ციხეში იქნებოდაო. ჩემი ციხეში ყოფნა არ ყოფნა ვერ იქნებოდა პრობლემა და არც მომავალში იქნება არ ჩემი და ჩვენი მეგობრები. ნაწყენი ხომ არ ხართ ნიკა, ხულიგანი, კრიმინალი. ძალიან ადვილია როცა ძალიან არასასიამოვნო სიტყვებს ვისმენთ. ბოდიში გავიმეორებ გუშინ მთელმა საქართველოს. ვიყავი ვარ და ვიქნები. კრიმინალი, ნაწყენი ივანიშვილისთვის ვიყავი, წულუკიანისთვისაც ვიყავი. ინგა ვიყავი და დადასტურდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა თავად ივანიშვილი. ამავე სტანდარტით ვინც არ უნდა იყოს, ეხლა გახარია იქნება ეს თუ
ზურაბიშვილი თუ ნებისმიერი ყოფილი პირობით ვინც არ უნდა იყოს თქვენს რომ იყოთ, ხო? ამავე სტანდარტით და ამავე ლოგიკით და ამავე მსჯელობით, მაშინ დღესაც არ უნდა ვაპროტესტებდეთ ჩვენ გაყალბებულ არჩევნებს. კი ბატონო, სხვა რამ მოხდა, შეიცვალა საგარეო პოლიტიკური ვექტორი, ეს დამატებითი, ასე თქვათ, წყარო გახდა ნებადაღების საზოგადოებაში, თუმცა არჩევნები აქ არ გაყალბებულა 2024 წელს რა. და მაშინ ბატონი გახარიას ლოგიკით ის 50-ვე პატიმარი ძალიან სამართლიანად ზის დღეს ციხეში. თუ 53-ვე და კიდე მომავალში ვინ შეიძლება აღმოჩნდეს. არჩევნები გაყალბა სიმათ, როდესაც ჩვენ შევთანხმდებით, მაინდა-მაინც თუ ამაზე საუბარი უნდათ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში მხოლოდ 2024 წელს არ გაყალბებულა, გაყალბდა 2018 წელსაც და დიახაც 2018 წლის არჩევნების გაყალბებულ არჩევნების შედეგად, ეხლა ხო არ უმალავ ჩემი ბიოგრაფია ინაუგურაციის ჩასაშლელად მივდიოდი კახეთში და მარტო მე არა, ათასობით ადამიანი. ხო და როდესაც ამაზე შევთანხმდებით, თუნდაც დახურულ კარს მიღმა, ყველაფერი გამოგვივა უკეთესად. მაგრამ ამაზე შეთანხმებაზე კი არ არის საუბარი. ძვირფასო მაყურებელო, პირიქით თურმე ის ადამიანები, ვინც გაყალბებულ არჩევნებს წინა წლებში ვაპროტესტებდით, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ახლა ოპოზიციაში არიან, ან აქეთ გაბრალებენ კიდევ, ან მეორე კიდევ უფრო უარესი, ჩემის აზრით, პოზიციასაც არ აფიქსირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, იცით, ის რომ ბატონმა გახარიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და გუშინი მივიდა, მე აი ამ გადაწყვეტილების მიღების შედეგს ვერ გავაპროტესტებ. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. იცით რა, რომ მოდი გადაწყვეტინებ ერთი წუთი თუ შეიძლება, რომ მივყვეთ გახარიას ლოგიკას და არგუმენტებს. მისი ამომრჩეველი, რა თქმა უნდა, ბევრად განსხვავებულია, ვიდრე თქვენი ან დანარჩენი სხვა პარტიების ამომრჩევლები, ხო? გახარია ამბობს, რომ მისთვის დაკეტილია ყველა სამთავრობო არხი და მისთვის პოლიტიკურად სასიცოცხლოა, რომ ის ესაუბროს არა მხოლოდ დღევანდელ მხარდამჭერებს, არამედ პოტენციურ ამომრჩეველსაც, რომელსაც ის სავარაუდოდ ეძებს ოცნების წრეში. და მან გამოიყენა კომისიის ხდომა. ეს იქნებოდა თქვენთვის არგუმენტი თუ არა და როგორ მიიღე თავისთავად და იქ მისვლა, როგორც უბრალოდ შეთანხმების დარღვევა, როგორც გახარიას ცალკე დამოუკიდებელი გზის არჩევა, თუ როგორც პარლამენტის ლეგიტიმაციის აქტი. კი ბატონო, მადლობა. პირველ რიგში ის, რაზეც მე საუბრობდი ზემოთ, მესმის მისი სპეციფიურ გარემოში იყო შესაძლებელია სიტყვა არაერთხელ გაექცა, ბევრ შეიძლება გაქცეოდა, როდესაც მეორე მხარე ცდილობდა დაერწმუნებია, რომ ის იყო მოკავშირე, არ ვიცი, მაშინდელი ოპოზიციის და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ ლეგიტიმაცია მოხდებოდა ან მოხდა კიდევ უფრო უარესი ამ პარლამენტის, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, ვერ მოხდებოდა და არც მომხდარა. ამის თქმამ სურდა, მისი გადაწყვეტილება იყო და მას ჰქონდა ამის უფლება და დასაფასებელია რა თვალსაზრისით, იცით? მან ეს ნაბიჯი გადადგა და არავის არ მორიდებია და წავიდა და 6 საათი ადვილიც არ არის, ხა ესეც უნდა ვთქვათ, დადგე და ელაპარაკო იმ ადამიანებს, ვინც სულ რაღაც რამდენიმე თვით წინ ფიზიკურად როგორც არა ადამიანებმა იერიში მოიტანეს შენზე, ხო? მას ამის უფლება ჰქონდა, მან ეს გააკეთა. თავარია იყოს გუწფელი ამ ნაწილში, მე არ ვეხები იმას, რაზეც უკვე ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ახლა შესაძლებლობა და ვაკეთებთ კიდევაც ინგა, რომ შევაფასოთ მისი გამოხატული პოზიცია. ვიღაცას მოეწონა დარწმუნებული ვარ, ვიღაცას არ მოეწონა. გუშინ ვიყავი რუსთაველის გამზირზე, რაც შევატყვე დიდ უმრავლესობას არ მოეწონა, რომ საუბრობ იყვნენ ადამიანები, ვისაც მოწონდა, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო გაუგებარია ადამიანები, ვინც ამასთან დაკავშირებით პოზიციას არ აფიქსირებენ, არც ამაზე და ვინ არიან ეს ადამიანები? დაკავშირებით, მაგალითად ქალბატონი ზურაბიშვილი. ხო, მაგალითად ქალბატონი ზურაბიშვილი, ოდესაც პოზიციას არ აფიქსირებს. ახლა რო დააფიქსირებს პოზიციას, კარგია, მაგრამ თლიანად არასაკმარისია. ამიტომ ამ ნაწილში მე ვერ გამოვდგები გახარიას ოპონენტი. გახარიას ისევე როგორც ძალიან ბევრ პოლიტიკოს თუ არა ყველა ჩვენი ყველა ცოდვა გვაქვს და ნათქვამის, ნამოქმედარის ფასი დადგინდება მომავალში. უბრალოდ გამიკვირდა, არ დაგიმალავთ,
რომ 2025 წელს, როდესაც, რა ვიცი, წამების მიკროავტობუსები იყო რუსთაველის გამზირზე, ჩამომდგარი და წულუკიანები, სუბარები და ივანიშვილები გვაწამებდნენ და აწამებდნენ ნებისმიერ ადამიანს, ქალია, ბავშვიან, კაციანად, ხო ამ ადამიანებთან იჯდე ერთ სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ კი ვახსენე სპეციფიური გარემო იყო და ადასტურებდნენ, რომ ელია მე რო დამეჭირა დღესაც ციხეში იქნებოდაო, ადამიანურად კი არ წყის, მგონია რომ არ არის პოლიტიკურად რაციონალური და პრაგმატული. თუმცა იმ ნაწილში ახლა რასაც უსმენდი გუშინ დაასრულეთ. იმ ნაწილში რასაც მე გუშინ მას უსმენდი, ნამდვილად არ ტყუის ჩემის შეფასებით, მას ალბათ მეტი ინფორმაცია ჰქონდა, იყო შიდა ქართული ოცნების დაპირისპირება, ჩვენ დავინახეთ, ხო, რა ახლოს იყო მარცხთან ქართული ოცნება, რომ არ გამწყდარიყო მაშინ საპარლამენტო ბოიკოტი, ხო? მე ვფიქრობ, რომ გახარია თუ კი არ გადადგებოდა, როგორც თავად ისაუბრა, შენობა იქნებოდა ბრუტალურად დარბეული, უმაღლესი ალბათობით სისხლი კი არ დაიღვრებოდა, არამედ ფატალური შედეგით დასრულდებოდა და ამას ხელს შეუწყობდა თავად გახარიას გუნდის შიგნით არსებული მოწინააღმდეგე დაჯგუფება, ყობახიძეების დაჯგუფება, რასაც მოყვებოდა გახარიას იძულებითი თანადებობიდან წასვლა 20 ივნისის შემდეგ. ახლა სისხლიანი დარბევა აეროპორტის გზატკეცილზე ნამდვილად უკვე ვეღარ იქნებოდა მის მიერ გაძლებული და ალბათ ეს მან განშტვიტა წინასწარ და ისიც უნდა თქვა სიმართლე, რომ პირველი ასე თქვა შემოტევის წინ განწყობა შიგნით შენობაში, სადაც მე ვიყავი, რა ვიცი, 700-800 ადამიანის თანდასებით გაცილებით საბრძოლო იყო. შვიდობიანად, მაგრამ გაცილებით საბრძოლო იყო, შვიდობიან ფარგლებში წინააღმდეგობის გაწევას ნამდვილად ვაპირებდით. ვიდრე ეს მოხდა მერე და აი რატომ? ვინაიდან, როდესაც ეს ბატონი ჩემთვის მოულოდნელად გადადგა, მე რაღაცა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებმა მოკლედ დაიწყეს ტირაჟირება, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შენობის შიგნით არაერთი პროვოკატორი იყო და მე პირადად, რასაც არ ვაკეთებდი მანამ, სანამ გარიბაშვილი დაინიშნებოდა პრემიერ-მინისტრად და გააკეთებდა ხარებასთან ერთად, სხვადასხვა ხარება შემოვარდა მაშინ იმ ოფისში, ყველა ოთახი დავიარე პირდაპირ ეთერში, თქვენს პირდაპირ ეთერშიც და ვთხოვე იყო ყველა ადამიანს, რომ თუ სპეცნაზი წამოვა, ტაში დაუკრათ და ჰიმნი ვიმღეროთ. იმიტომ რომ ქონდა ინფორმაცია, რომ რომელიღაცა შიგნით შემოგზავნილი პროვოკატორი ცეცხლს გაუხსნიდა და მიეცემოდა იმათ ლეგალური შესაძლებლობა, რომ ავიცი სისხლის კალოები დაეყენებიათ. ამ ნაწილში მე ვფიქრობ, ალბათ კიდევ უფრო მეტი სიცხადის შეტანა შეუძლია მას. მაგრამ რითიც დავიწყე, იმით დავასრულებ. უკანონო იყო თავიდაბოლოებდე პროცესი. უბრალოდ ამ უკანონო პროცესში ივანიშვილმა აჯობა მას. გასაგებია. თავისთავად ეხლა შენ ნებისმიერი ადამიანის დაკავებას რატო უნდა უთანხმებდე სოზარ სუბარს და იმას რა ქვია. ხო, ძალიან საინტერესოა. მე დღეს გიორგი გახარია მეყოლებას სტუმრად გადაცემაში და აუცილებლად დაუსვამ მას აი ამ კითხვას, რატომ უნდა უთანხმებდეს დაუშვათ პრემიერი ვასილ მაღლაფერიძეს ჩატში, თუნდაც გეთანხმებით თქვენთან დაკავშირებით ოპერაცია როგორ უნდა ჩატარდეს. კი, ნიკა, მოდი ეხლანდელ სიტუაციას დაუკავშიროთ, აი თქვენ დღეს დაანონსეთ, რომ ვიქნები რეაქციის სტუმარიო და ვილაპარაკებ არა მხოლოდ ამ თემაზე, არამედ აი ეხლა რა არის ჩვენი გასაკეთებელიო. ხო, ახსენეთ სალომე ზურაბიშვილი, რომ მან უნდა დააფიქსიროს არჩევნებთან მიმართებაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში პოზიცია. აი ეხლა როგორი განცდა გაქვთ თქვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გავა ოპოზიცია? აქვე შემოვიტანდი თემას დინარაძის განცხადება, რომლითაც მან გადათქვა მორიგ ჯერზე საკუთარი დანაპირები პარტიების აკრძალვა გადაიდებაო მერე და ეხლა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობაო. ვისთვის იყო ეს გზავნილი, როგორ ფიქრობთ ოცნების მხრიდან? მოკლედ გიპასუხებთ, მაქვს თუ არა განცდა, ვკითხეთ, დიახ, მაქვს ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ ვინ არიან ეს პარტიები დამისახელი? გასვლას. დამისახელი. არ დავაკონკრეტობიოთ და არ დავაკონკრეტებთ. ხო, გეთახვა და ყველაფერს დამისახელი. ვაკეთებთ ჩვენ, მეც მათ შორის, რომ ეს არ მოხდეს. ყველაფერს ვაკეთებთ, იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ რომ ფასი საპარლამენტო ბოიკოტისა, მე ვფიქრობ,
აი აპრილის თვეში ყველამ ძალიან კარგად ვიგებთ და ვნახეთ კარგი გაგებით რა ხელა უპირატესობა აქვს ახლა ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართულ ხალხს რომ არ ყოფილიყო საპარლამენტო ბოიკოტი ერთი ადამიანიც არ იდგებოდა დღემდე ხო საერთოდ არავინ არ იდგებოდა მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა გაეპროტესტებდა ვინმეს რომ თუ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს არ მიმართავდნენ 2020-2021 წლების გამოცდილება როგორც გაკვეთილი უნდა მივიღოთ და დიახ ეჭვი არ მეპარება რომ თუ კი არ დაირღვეოდა მაშინ საპარლამენტო ბოიკოტი ის აბსოლუტურად წარმოუდგენელი პრეცედენტი ადგილობრივ არჩევნებზე როდესაც 53%-იანი ზღვარი მოიფიქრეს და ამაზე დაიყოლიეს პარტიები ვერ შედგებოდა და ჩატარდებოდა ამ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეხლა რომელ პარტიებზე გაქვეჭვი ნიკა მითხარით მოდით პირდაპირ ეთერია ვისაუბროთ პირდაპირ რა ეჭვი რომ აი თქვენ როგორც ამბობთ რომ გავლენ არჩევნებზე დიახ ამჟამინდელ რეალობაზე აუცილებლად იქამდე მივდივარ დიახ ანუ მე ვამბობ მაშინ თუ კი გაგრძელდებოდა ჩატარდებოდა ახალი არჩევნები აუცილებლად და გუშინ ეს ყველაფერი მე ვფიქრობ კარგად გამოჩნდა რა დღეში იყვნენ მაშინ ქართული ოცნების ის ხალხი და რატომ ჯერა რომ სერიოზულად ფიქრობენ და ამას ვამბობ იცით რა ასეთი ვარ მოვწონვა თუ არ მოვწონვა საჯარო ცხოვრებით ვარ დაკავებული 2013 წლიდან ასე ვერაფერი ვეღარ შემცulis მე მაქსიმალურად კორექტულობის ფარგლებში ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას არა იმიტომ რომ ამისი რაღაცა დაუოკებელი სურვილება არამედ მინდა ეს პროცესი მართალი პროცესი მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესი გავაძლიერო ისე როგორც შემილია და ჩემი წილი ჩავდო ამ პროცესის გაძლიერებაში სიყალბეზე უარის თქმით და სიმართლის დიდი დოზის შემოტანით. როდესაც შენ კონკრეტულ ადამიანებს, პარტიების წარმომადგენლებს და პატივისცემა ყველას, მაგრამ იმ წარე გამოცდილების მიმღები ადამიანი ვარ, ეხლა თქვენი გადაცემის სტუმარი 2020-2021 წლებიდან ხედელობაში უბრალოდ ციხეში ვიჯექი და მაშინ დაირღვა საპარლამენტო ბოიკოტი, ხომ? ხო. 100%-ით რაც არ უნდა ძალიან ვცემდე პატივს ნებისმიერ კოლეგა პოლიტიკოს ბოლომდე ვერ ვენდობი, სანამ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე თუ კი არაფერი არ შეიცვალა, გავდივართ თუ არა საადგილობრივ არჩევნებზე, პასუხი არ არსებობს. აი ამ კითხვას, როდესაც ვამ და პასუხი არ არსებობს, დიახაც ეს მაფიქრებინოს, რომ ბევრი ფიქრობს. თუ სხვა შემთხვევაში წინ რა უდგას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. შეიძლება წინაპირობები, შეიძლება ინგა გარემო. ნოყიერი გახდება ნიადაგი. ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება შესაძლებელი გახდება ყველანი გავვათ. უნდა გაგრძელდეს, დავასრულებ ამას თუ შეიძლება, უნდა გაგრძელდეს ბოიკოტი ახლა საპარლამენტო უკვე ადგილობრივი არჩევნების თვალსაზრისითაც და ეს შეძენს სხვა მოტივაციას და სხვა მუხტს ამ პროცესს. არ შეიძლება ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში იჯდეს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ერთს არ ვიცი ფეხის მუხრუძე კონდეს ფეხი მიჭერილი ან აშვებული და მეორეს პირიქით ხელის მუხრუჭი კონდეს ამოწეული ან ჩაწეული რა საპირისპირო მოქმედებებს არ უნდა ვასრულებდეთ და დიახაც მაქვს, როდესაც ინგა გრიგოლიას ვეკითხები, პაგალითად, პოლიტიკოს პირობითად, თუ კი არაფერი არ შეიცვალა, ადგილობრივ არჩევნებზე გახვალ თუ არა, პასუხი არ გაქვს, მაფიქრებინებ ამას, მაგრამ თუ კი ზემოდან იმას დამიმატებ, რომ იქნება ამ პროცესმა ჩაილური წყალი დალიოს ამ პროტესტმა და მერე რა ვშვებით? საერთოდ ამით მიდასტურებ, რომ ფიქრობ სერიოზულად რომ გავხდე არჩევნებზე. ნიკა, მეორედ მეუბნებით თქვენ მაგას პირდაპირ ეთერში. ვინ ელოდება რომ პროტესტი მინავდეს? სიცოცხლისა და კაფეობის გარეშე წინააღმდეგობა არ გამოვა. მონაწილეობა, ეს მაინტერესებს და არ მცემს. სიცოცხლისა და მეც ასე მეგონა იგა, სანამ ციხეში შევიდოდი, ვერ წარმოვიდგენდი. იარაღი რო დაგედოთ ჩუბზე და ეს რა გეთქვათ, ვერაფრით ვერ მათქვევიებდით რომ ვინმე შევიდოდა პარლამენტში, მაშინდეში, მაგრამ შევიდნენ. ხო და მაქვს ეს გამოცდილება მიღებული და მეტი გამოცდილებაც მაქვს მიღებული და არა მაქვს და ნამდვილად ამისი გამოგონილი ხასიათი და რაღაცა იშტარო ვიდგე და ვაკეტიკო პირიქით ვცდილობ რომ ძალიან მოზომილი და კორექტული ვიყო ხო აი დღეების წინ ეხა საუბრობდნენ რომ პარტიები უქმდება საერთოდ და რაღაცა აქვს ამ თემაზე საუბარს ასეთი გამართლებაც კი მოიპოვეს მაგრამ გამოვიდა გუშინ ბატონი დინარაძე ხო დინარაძე გამოიყვანეს დააყენეს და ალაპარაკეს
რითი ახსენით ეს უცებ პოზიციის შეცვლა? რაზე თulis ოცნება? აი საერთაშორისო იზოლაციას ხომ არ შეიძლება დავუკავშიროთ. ანუ ერთი თვის თავზე იგივე კაცი მდინარაძე გამოვიდა და თქვა რომ აი მოვიდნენ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხალხი რო ეთქვის უარსო დაინახავ და მე ავკრძალათო. ერთი თვის წინ ამბობდა რომ აღარანაირ არჩევნებში მონაწილეობის შანსს აღარ მივცემთ. აი რითი ახსენით თქვენ ეს? აქ ბევრი საუბრობდა ბოლო დღეებში პარტიები გაუქმებულ. ჩემთვის არჩევნები არის გაუქმებული. გაუქმებული არჩევნები არის სიმართლე. და არ ნიშნავს რომ ეს რეალობა არ შეიცვლება. ძალიან მჯერა რომ შეიცვლება და მინდა რომ სწრაფად შეიცვალოს ვიდრე გვიან. კი, მჯერა რომ 4 წელიწადი დავკარგეთ. იმიტომ რომ მაშინდება ოპოზიციამ შესაბამისი სიმტკიცე ვერ გამოვავლინეთ. კი, მჯერა რომ 4 წელიწადი დავკარგეთ. და გუშინ რო უყურებდით ამ ადამიანებს, დამატებით შემცხვა რომ ვის ხელში ვართ, და ვის ხელში ვიყავით. ვინ იყო სხვადასხვა მინისტრი და ვინ იყო სხვადასხვა თანამდებობის პირები. იმაზე მძიმე კრიზისი ჰქონდათ მაშინ, ვიდრე წარმოგვედგინა, ხო? მაგრამ გატყდა ოპოზიცია, ამიტომ სანამ კაფიოდ არავინ, სანამ კაფიოდ ვერ გავიგებ, რომ არავინ არ აპირებს პირობების შეცვლის შემთხვევაში არჩევნებზე გასვლას, ეხლა მექნება ეს პოზიცია და არავის წენა არ არის ჩემი წინასწარი განზრახვა. ინგა, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პროცესს ჭირდება სიცხადე, მკაფიობა, ოპტიმიზმისა და მოტივაციის გაზრდა და არ მინდა მე ვიყო თქვენი გადაცემის სტუმარი 2 თვე ნახევარში, 3 თვე ნახევარში და დავინახო რომელიმე ორი პოლიტიკური პარტია რაღაცა გამოგონილი არგუმენტებით მესაუბრებოდეს რომ ახლა გირჩით და მითხარით ვინ არის ეს ორი? მითხარით ვინ არის ეს ორი? არ გეტყვით ინგა, არ გეტყვით. თუკი ხა ამბობთ რომ დრო არის უკვე რომ ღიად და მკაფიოდ ვისაუბროთო, რატომ არა? არა, რატომ უნდა გითხრათ, ყველა ვინც კი არ ამბობს. ამ არჩევნებზე გასვლა იმ შემთხვევაში თუ რადიკალურად არ შეიცვლება რეალობა, არის შეუძლებელი. გავიგე. არის ასეთი ხალხი, ვინც ამას მადლობა. ერთი კითხვა მინდა კიდევ რომ დაგისვათ, სააკაშვილის სტატუსი თუ წაიკითხეთ, როგორც პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს კითხვა მინდა რომ დაგისვათ, რა შეფასებას მისცემდით აი მის განცხადებას, რომ პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითო და ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ელექტრონულად და კენჭისყრით უნდა ხდებოდეს. მე მგონი გაეცნობოდით სააკაშვილის განცხადებას, როგორც ყოფილი თავმჯდომარე, როგორ შეაფასებდით? არა, რა შეფასება, ვინ საქმის გულში ვარდი, ახლა წავიკითხე, თუმცა რა შეფასება უნდა მივცე, მე ვცემ პატივს ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც იმ ორგანიზაციაში არის, ბევრ ადამიანთან ერთად 2013 წლიდან ვარ ბრძოლაში, დასაფასებელი არის გულწრფელი პატრიოტები ამ ქვეყნისა, ბევრი ადამიანი იქ აღარ არის, თუმცა ეს ორი სხვადასხვა პარტია, რომელშიც მე ვიყავი 2013 წლიდან ოპოზიციურ ამ პარტიაში და პარტია, რომელიც ახლა არსებობს, არა მათი საქმე თავად უკეთ იციან, თუკი კონკრეტულად გინდათ პასუხი, დიახაც წერილებით პარტია არ უნდა იმართებოდეს, რაც არ უნდა ობიექტური მიზეზი იყოს, იმიტომ ეს წერილი შეიძლება შენ პარტიაში კი და ხშირად სვის პარტიაშიც მოხდეს ხოლმე. ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ იცით, ის არის პოლიტიკური პატიმარი, ის არ იმსახურებს იყოს ივანიშვილის ტყვე ნამდვილად და არ მერიდება, როდესაც ამაზე ვსაუბრობ და ყველა უნდა ვსაუბრობდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა, მით უმეტეს ის ადამიანები, ვისაც გვაქვს პრეტენზია ვიყოთ ავანგარდში თავისუფლებისთვის ბრძოლისა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე სერიოზული კითხვები არ მაქვს კონკრეტულად ამ ადამიანთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს კითხვები არის ფაქტებით გამაგრებული და როდესაც ის იქნება თავისუფალი, ის იქნება გარეთ და საქართველოს ივანიშვილის გარეშე იქნება, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება საჯაროთაც მომიწიოს საუბარი. ამიტომ მეც ვერაფერს ვერ დავამატებდი. დიდი მადლობა. კარგი, დიდი მადლობა ნიკა, სიამოვნებით გიმასპინძლებთ უკვე სტუდიაში. თუ კი გადაწყვეტ ამ თემაზე საუბარს, მაშასე ნიკა მელია